უმძიმეს მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, იცით, თქვენ, ჩემი, ჩვენი ქვეყანა. უმძიმეს მდგომარეობაშია პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ მას de facto მართავს de facto ხელისუფლება, ის de jure მმართველი არ არის, ის de facto მმართველობა, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება გასული წლის 26 ოქტომბრიდან, აი 26 ოქტომბრამდე 2012 წლიდან 2024 წლის 26 ოქტომბრამდე ის კანონიერი იყო, ან მეტნაკლებად კანონიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ასე მაგალითად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები ისმოდა და ისმოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ 2012-დან და 2013-დან საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 2013-ში, 2024-მდე 26 ოქტომბრამდე ის იყო კანონიერი ხელისუფლება. რა მოხდა 26 ოქტომბერს? 26 ოქტომბერს რა გინდა რა მეთოდით, აქ არ არის მხოლოდ კარუსელებზე საუბარი, არამედ ვიცი 17-20 მეთოდით არჩევნები ქართულ ოცნებამ გააყალბა მანამდე, ვიდრე არჩევნები შედგებოდა, ანუ 26 ოქტომბრამდე და არჩევნების დღესაც სხვადასხვა მეთოდით გააყალბა ეს არჩევნები, იქ არა მარტო გამოჟონილ, მელან გამოჟონილ ბიულეტენებზია საუბარი, რამაც უზრუნველყო ის, რომ დაადასტურა ის, რომ ის არჩევნები არ იყო გამჭვირვალე, ასევე რაღაც რაიონებში ირბინეს ერთი და იგივე ადამიანებმა და თითო ადამიანმა სხვადასხვა გვარსახელით 5 ჯერ 7 ჯერ 15 ჯერ მისცა ხმა, ოღონდ ამას CSGO ვერც და აფიქსირებდა, თუ მას ნება არ ექნებოდა, თუ მონიტორინგის შესაბამისი მექანიზმები არ იქნებოდა ამოქმედებული. კარგით, საბოლოო ჯამში ამაზე არ ვლაპარაკობ, უბრალოდ ვლაპარაკობ იმას, ესეც ახალისნიშნიანი წინადადება, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ გასული წლისა ეს არის de facto ხელისუფლება, რომელმაც მიითვისა ხელისუფლება და ეს ახალისნიშნიანი წინადადება პასუხს სცემს იმ კითხვასაც, რატომ არ იცავს ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას დასავლეთი, როცა ხელისუფლებად წოდებულ ბანდას უტევენ მისი ოპონენტები, თუნდაც უკანონოდ, დიახ, უკანონო ხელისუფლებას თუ ვინმე უტევს უკანონოდ, მე კიდევ ერთხელ ავიღებ ესე ხელებს აღბართავ ზემოთ და ბოროტება, რომელიც ჩაიდინა და სჩადის ქართული რუსული ოცნება გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე შეცდომები, რომლებიც დაუშვა ოპოზიციური სპექტრის თუ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ერთმა ნაწილმა, ერთმა და მნიშვნელოვანმა, ან ერთმა და მრავალრიცხოვანმა, ან ერთმა და უმნიშვნელოვანმა, ან არც თუ მრავალრიცხოვანმა. მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობ ახლა, მე ვსაუბრობ სხვა რამეზე, საზოგადოების სხვა თემაზე. საზოგადოების ერთი ნაწილი ჯერაც ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში არის ამგვარი, რომელიც ამბობს, რომ მე განზე ვარ, მე მიღმა ვარ, მე არ მაინტერესებს რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით. მე აპოლიტიკური ვარ, მე არც ერთ პარტიას არ ვუჭერ მხარს. მე მგონია, ეს ნაწილი საზოგადოების ამბობს, რომ ერთი მეორეზე უარესი, არც არაფერი შეიცვლება. რომ რაღაც ხელისუფლება ხალხისთვის თუ ხალხისთვინ არ არის, რომ რაღაც გლეხკაცისთვის არავინ არ არის, თუ მუშაკაცისთვის თუ გლეხკაცისთვის არავინ არ არის, რომ მომავალი ვინც მოვა განა უკეთესი იქნება კი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ადამიანები მესმის რომ აპოლიტიკურნი არიან, მაგრამ პოლიტიკა მოიცვა უკლებლივ ყველა სფერო და ყველაფერი მოცემულ ეტაპზე. პოლიტიკა ნახატს რომ ხატავს მხატვარი, ხო? ესეც კი პოლიტიკური მესიჯის მატარებელია, ხო? წყალს რო ასხავს რომელიმე კომპანია, ან ჭიქას რო აწარმოებს. ეხლა მე ცხადია ვუტრირებ, მართლა ჭიქაზე, მართლა წყალზე და მართლა ნახატზე არ არის, მაგრამ უკლებლივ ყველა სფეროშია შეღწეული პოლიტიკა, სპორტშიც, ხელოვნებაში, სპორტის რომელიმე სახეობაც რომ ავიღოთ, აი მაგალითად ფეხბურთი, რაგბი, მორაგბეების დიდი უმრავლესობა დღეს გაჩუმებული რომ არის და სახელისუფლო სამსახურშია, ხო, ესეც პოლიტიკის ნაწილია. მათი პოლიტიკური, ფართო გაგებით პოლიტიკური გზავნილია, მესიჯია მათი დუმილი, ჩვენ არ ვერევით და ეს არ ჩარევაც, როგორც ასეთი პოლიტიკა და თუ ერევიან და სახელისუფლო ნარატივში არიან, სახელისუფლო ჩარჩოებში არიან მოქცეულნი, ეს ხო მით უფრო პოლიტიკა. საზოგადოების ერთი ნაწილი ახსენებს ხოლმე მიხეილ სააკაშვილის დროს დაშვებულ შეცდომებს და თუ გნებავთ არ მომერიდება და ვიტყვი
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს მოქალაქეების წინააღმდეგ ვიცით ჩვენ და ეს დასამალი არ არის რომ ადამიანის უფლებები ირღვეოდა 2004 წლიდან ვიდრე 12 წლამდე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განსაკვირველია იყო ხშირი შემთხვევები ძალის გადამეტებისა პოლიციის და არა მილიციის მხრიდან განსაკვირველია იყო ადამიანის უფლებათა დარღვევები, განსაკვირველია იყო ბიზნესის ცალკეული წარმომადგენლების რაღაც შევიწროებები და თუ გნებავთ არ მომერიდება ამ სიტყვის თქმა დატერორებაც ოღონდ ახლა პირდაპირ მნიშვნელობით იარაღის დადებას იგულისხმებთ, მაგრამ თუ გინდათ იგულისხმებთ კიდეც თუ ამგვარი შემთხვევები არსებობდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ის და ჩვენ ყურადღება ბუნებრივია ამ ყველაფერზე იმ ხანად უნდა გაგვემახვილებინა ჩვენ თავისუფლების მოყარე, თავისუფლების მცველ საზოგადოებას, თავისუფლების მოყარე მოქალაქეებს ის ხელისუფლება უნდა გაგვეკრიტიკებინა. სხვა საქმეა, რომ 2004-დან 12 წლამდე და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში თქვა 8-დან 12-მდე, ხო 9-დან 12-მდე რა მაინც მორატორიუმის ნახევარი წელი მაინც კრიტიკაზე მორატორიუმის წელი იყო ყველას მხრიდან აქვე ვიტყვი და ეს კარგი იყო. სხვა საქმეა რომ კრიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა არ იყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განწყობილი და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არ იბრძოდა დასავლური და დემოკრატიული პოზიციები და კრიტიკოსთა გარკვეულ ნაწილზე მეტი მცირე გამონაკლისის გარდა იბრძოდა სწორედ რუსული მიმართულებიდან, რუსულობას კი არა, რუსულობას თავაზობდა საზოგადოებას. და კომპრომისზე მიდიოდნენ ხშირად დასავლელებიც, მედასავლეთეებიც, ეკვრებოდნენ რა პირდაპირ მირიბად პირებს, რომლებიც იყვნენ პრორუსეთის პირდაპირიან ირიბი მსახურები. არ დავასახელებ ახლა მე გვარს და გვარებს უფრო ზუსტი რო ვიყო, მაგრამ ერთხელ ბერის ბაღში ჭადრაკის სასახლეში შედგა ძალიან ცნობილი შეხვედრა სახელდახელო მეთქი, ასე ვიტყვი, ერთი პირისა მეორე პირთან, ეს ერთი პირი იყო უკიდურესად პროდასავლელი, მეორე პირი იყო უკიდურესად პრორუსი. ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და განიხილეს სახელდახელოდ ორი სიტყვით გაცვალეს მოსაზრებები თემაზე. შესაძლებელი იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის პერიოდია, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მათი გაერთიანება, მიერთიანება. მე თავისუფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ამ პროცესში ვიყავი არაბერის ბაღში, მაინც და მაინც არაბეთ ტელევიზორით ვადევი თვალყურს ამ ყველაფერს და პროდასავლელ აღხსენებულ პოლიტიკოს უკვე შემდგომ იმავე დღეს და შემდგომ პერიოდში ვეხვეწებოდით სწორი სიტყვა ალბათ, მაგრამ უფრო ვურჩევდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაეფორმებინა არანაირი ალიანსი იმ პრორუს პოლიტიკოსთან, რომ ეს იყო მახე და მის რეპუტაციას მნიშვნელოვნად ავნებდა. მე გავიტანე, ჩემი სხვებიც ალბათ იყვნენ ჩემს გარდა, ვინც იმ პოლიტიკოს ურჩევდა და სთხოვდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაეფორმებინა ალიანსი სწორედაც რომ პრორუს პოლიტიკოსთან, მაგრამ უკვე შემდგომ ეს ალიანსები, პროდასავლელების ალიანსები პრორუსებთან, ხო, რეწველობა გადაარჩენს საქართველოსთან და კიდევ უარესებთან, რესპუბლიკელების ალიანსი ან კიდე სხვებთან თავისუფალი დემოკრატების ალიანსი გარდაუვალი გახდა, რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილის ქოლგის ქვეშ, ოღონდაც კი მიხეილ სააკაშვილის ხშირ შემთხვევაში ან გარკვეულ შემთხვევებში ადამიანის უფლებათა დამრღვევი ხელისუფლება მოეცილებინათ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება დაემთავრებინათ, ბილწს და ბილწი არა ბილწსაც შეეკრაზავითა და ასე მოხდა ბიზინა ივანიშვილის მეოხებით და მეცადინეობით პირველ ყოვლისა ბიზინა ივანიშვილის ლიდერობით, იმ დროს სხვა არც არავინ იყო დიდად ავტორიტეტული და ბიზინა ივანიშვილის ფინანსების გამოყენებით მასე მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ჩამოცილება. ოღონდ წლები რომ გამოხდა და ვისაც კრიტიკული აზროვნება შერჩენია, მან ეს დღეს მაინც უნდა აღიაროს, 2022 წლიდან უნდა ეღიარებინა, 20 წლიდან უნდა ეღიარებინა, 19 წლიდან უნდა ეღიარებინა და მანამდეც, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო უნდა აღიაროს და უღიაროს საკუთარ თავთან უღიაროს საკუთარ თავს, რომ 2012 წლის სპეცოპერაცია
იყო სპეცოპერაცია რუსული. ანუ რუსეთმა მოახდინა ეს მშვიდობიანი არჩევნებით გადატრიალება, ხმა ვინც მისცა ქართულ ოცნებას მათ გასაგონად ვამბობ, თუ ვინმეს გონია რომ მეც მივეცი ხმა ქართულ ოცნებას საკუთარი თავის გასაგონადაც ვამბობ, თუმცა არაერთხელ განმიმარტავს რომ მე ქართული ოცნებისთვის ხმა არ მიმიცია. არც ნაციონალური მოძრაობისათვის იმხანად, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ბევრს ხო გონია რომ მე ოცნებისაკენ ვიყავი, ბიზნესკენ ვიყავი და ოკეი, ეგონოს ასე და მე საკუთარ თავს უნდა ვუთხრა თუ ეს ასეა, რაღაცა თქვენ ფიქრობთ რომ ასეა, რომ მე უნდა ვთქვა, რომ ეს იყო სპეცოპერაცია ჩატარებული რუსების მიერ და ეს ალიანსში, ქართული ოცნების კოალიციაში ხსენებული თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების შემოყვანა 2014-15-16 წლამდე იყო საბოლოო ჯამში ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მეთოდიკა, რომლის შედეგადაც საზოგადოების პროდასავლურად განწყობილი ნაწილი მოხიბლა ბიძინა ივანიშვილმა, მოხიბლა და უკვე შემდგომ განსაკუთრებით კობახიძის შემოთრევის შემდგომ აქტიურ პოლიტიკაში ლიდერთა შორის და მე უკვე 18-ში, 20-ში, 21-ში 22-ში, 24-ში, 25-ში მან უღალატა საქართველოს პროდასავლურ იდეას, საქართველოს შესაბამისად, იმიტომ რომ თუ საქართველოს დასავლური ქვეყანა არ იქნება, თუ დასავლეთის ნაწილი არ იქნება, ის საქართველო ვერ იქნება, ის იქნება გრუზია. ეს არაერთხელ მithქვამს და არ დავიღლები ამის გამეორებით. ხო და ეს ბიძინა ივანიშვილმა ჩამოიხსნა ეს ნიღაბი, აი ისეთი არა, რომელიც გამოც ეს აკავებენ თუ აჯარიმებენ მოქალაქეებს, ამოწმებენ და ნიღაბებს ისიც თქვენ რომ ლუქავენ კიდეც ჩამოიხსნა ეს ფიგურალური მნიშვნელობით ნიღაბი და ლუსტრირდა როგორც ღიად პრორუსი არა რუსი პოლიტიკოსი. ამიტომ ჩვენ კი ვამახვილებთ ყურადღებას უამრავ შეცდომაზე დაშვებულზე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და მართლაც ბევრი შეცდომა დაუშვეს, განა არა, სხვაგვარად შეიძლებოდა წარმართვა სასამართლოში საქმეებისა, ეს ამდენადაც მახსოვს დავალ სააკაშვილსაც აქვს აღიარებული, სხვაგვარად შეიძლებოდა მედია პოლიტიკის წარმოება, იმიტომ რომ იქ პროპაგანდისტური მანქანა რასაკვირველია მოქმედებდა, რასაკვირველია შესაძლებელი იყო მეტად ლოიალური ან ლიბერალური გარემოს შექმნა ხელის გაწვდენა იმ პირებისათვის, რომლებიც სულაც არ იმსახურებდნენ რეპრესიებს და პირიქით უფრო მეტი დასჯა იმ პირებისა, რომლებიც აღმოჩნდა რომ რუსეთს ემსახურებიან საკუთარი საკადრო პოლიტიკის გოგა ხაინდრავა ყავდა ბოლოს და ბოლოს მართლა სახელმწიფო მინისტრად და სხვებზე აღარც ვლაპარაკობ, ხო? მათზეც ვლაპარაკობ, საკადრო პოლიტიკის გადახედვა და მონიტორინგი და შეცვლა საკადრო პოლიტიკისა, უკეთესი პროდასავლელების მოყვანა და ასე შემდეგ, რომლებსაც ჰქონდათ ასპარეზი და შესაძლებლობა, მაგალითად პრემიერ-მინისტრი ცოტახნით იყო გეგამ გალობლიშვილი, ცოტახნით, 2 კვირით შესაძლებლობა მეშლება კიდეც და ეს გეგამ გალობლიშვილი არის და იქნება ზემწოდნე სულ მინიმუმ, მაგალითად საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა ის ელჩი იყო ერთი ხანობა ნატოში ჩვენი ხო და გეგას რესურსის გამოყენება შეიძლებოდა სხვა თვალსაზრისით და არ უნდა დაყრდნობოდა პირებს, რომლებსაც რუსეთთანაც ჰქონდათ ურთიერთობა და FSB-ს ნომრიანი აგენტებიც იყვნენ, შესაძლოა არც ეყრდნობოდა გოგა ხაინდრავას, მაგრამ კაბინეტში რო ყავდა ეს რასაკვირველია პრობლემა იყო. მაგრამ მიხეილ სააკაშვილს ვაკრიტიკებთ რა 497 ჯერ თუ ვაკრიტიკებთ, ეს არის კრიტიკა და არა უმეტეს. და დღეს საერთოდაც შემოსაზრებით არარელევანტურია იმ ძველ ოდინდელ ამბებზე გახსენება, რამდენადაც ჩვენ გვგავართ ახლა სახელმწიფოებრივი სრული კატასტროფის წინაშე, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით სახელმწიფო შეიძლება გაუქმდეს და კიდევ. როდესაც ვაკრიტიკებთ მიხეილ სააკაშვილს და კვლავ ვიმეორებ, შესაძლოა ეს სწორია და შესაძლოა არც არის სწორი, ყველა ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ ესეთი შესადარი სევაბორ ხელს ავწევ, ხო? შესადარი მიხეილ სააკაშვილის თუნდაც ცუდი, ბევრი თქვენგანის აზრით, ცუდი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება წოდებული ბანდა რასაკვირველია არ არის, იმიტომ და აქ თავარ თეზას ვიტყვი, იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლება წოდებული ბანდა არ არის სუვერენული საქართველოს ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილი არ არის ცუდი თუნდაც მიხეილ სააკაშვილზე უკეთესი ან უარესი, თუნდაც უარესი, მმართველი დამოუკიდებელი საქართველოს ის არ აღიქვამს საკუთარ თავს დამოუკიდებელი საქართველოს თუნდაც დე-ფაქტო მმართველად
კულისებიდან მმართველად, ის არის პირდაპირ მნიშვნელობით ჩასმული რუსეთის მიერ არა საქართველოს ინტერესების მიხედვით თუ ინტერესებზე დაყრდნობით მოქმედი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკოსი მას საერთოდ ქვია. ღიახ მიშა იყო მცდარი, შეცდომიანი, ცუდიო, შეგიძლიათ თქვათ, შეგიძლიათ გალანძღოთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ არა მცდარამც არ დადგებით მიხეილ სააკაშვილის არც ერთი მომხრის გვერდით მიტინგზე თუ რომელიმე რაღაც საპროტესტო აქციაზე, მიტინგზე თუ რაღაც საჯარო სივრცეში და ასე არ მოვაწერთ პეტიციას, ასე მაგალითად ხელს. კი ბატონო, ეს თქვენინება, მაგრამ ის კი უნდა ვაღიაროთ ყველამ, რომ იქ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იყო მცდარი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება იყო 2008 წლამდეც, ანუ 5 იანვრამდე ვიდრე საპრეზიდენტო ხელახალი არჩევნები, რიგარეში არჩევნები ჩატარდებოდა და 5 იანვრის შემდეგაც ის იყო სუვერენული, დამოუკიდებელი, მცდარნაბიჯიანი პოლიტიკის მწარმოებელი საქართველოში, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი განსაკუთრებით ბოლო წლებია და თუ თლად გულახდილები ვიქნებით 2012 წლიდან იყო, არის და იქნება არასუვერენული მმართველი, არამედ რუსეთი რომ გუბერნია დააღვიქვამს და აქ გუბერნატორად რომ წარმოაგზავნა იმ წარმონაქმნის, ანუ ტერიტორიის ჭაობის უკანა ეზოს თუ ასე შემდეგ, ლიდერი აი ეს არის არსებითი სხვაობა ბიზინასა და მიშას შორის. ამიტომ რაც არ უნდა გაჯავრებულნი ვიყოთ ჩვენ ზოგადად ოპოზიციაზე და გასაჯავრებელის მეც რას აკეთებენ ისინი, ბევრი მათგანი მართლაც აი ეხა ესე პროცენტულად როგორ თქვა, მაგრამ უხეშად 74 ან რაღაც 84% ჩასარეცხია, გადასარეცხია, გამოსარეცხია, გასაგდებია, ისინი ბუნებრივად უნდა გავიდნენ პროცესიდან. მათი რაღაც ირიბი არაპირდაპირი რაღაცა მართლობა უნდა დასრულდეს, მათი მსოფლხედვის ადამიანების საცრა ესაქმებათ აბა რა პოლიტიკაში და ასე შემდეგ, ახალი ძალა უნდა ყველაფერი გავიგე, ახალი ძალა უნდა შეიქმნას ამის ჩათვლით და მიშასაც რა უნდა საბოლოო ჯამში ხელისუფლებაში რატო უნდა დაბრუნდეს, ესეც შეგვიძლია გავიგოთ, მაგრამ გავიგოთ, ავხსნათ, გავამართლოთ, მივემხროთ ამ მოსაზრებებს, შეგვიძლია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ აღვიქვათ, მთელი სისავსით აღვიქვათ, რას წარმოადგენს პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი და ბიზინა ივანიშვილის ქვეშ მყოფი ადამიანები, ქვემდებარენი ან წანაზარდნი, რომლებიც არიან ბიზინასთან, ან ბიზინასში, ან ბიზინასზე, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, მე ცხადია ამ ბოლო ბგერებს წარმოთქვა აბსოლუტურად შეგნებულად, ხო? ანუ ბიზინასთან და თუნდაც აი მარტო ეს ბოლო 2-3 ბგერა დავტოვოთ, ერთი მარცვალი დავტოვოთ თან, ბიზინასთან არიან ისინი. ხო, აი ეს არის ამბავი და ბიზინა ივანიშვილი არის რუსი. მიშა სააკაშვილი იყო თუნდაც მცდარი, მაგრამ ქართველი. მიშა სააკაშვილი იყო თუნდაც მცდარი, გარკვეულ შემთხვევებში შემცდარი, მაგრამ სუვერენული საქართველოს მმართველი, რომელსაც უნდოდა და ბევრ რამესაც აკეთებდა იმისთვის, რომ როგორღაც გაეღწია რუსული სივრციდან, ხოლო ბიზინა ივანიშვილი აკეთებს საპირისპიროს, ის ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს შეაღწიოს, ან საქართველოს დაუბრუნდეს რუსულ სივრცეს. აი ეს არის არსებითი სხვაობა. ახლა ბევრი თქვენგანი მე მკითხავს, როგორ კი არა, როდის მოცილდება ბიზინა ივანიშვილიო ჩავარდნილი ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ რევოლუციის 4 ოქტომბრის შემდეგ, ეს გზა თითქოს არ ჩანს. და გზაც არ ჩანს და მით უმეტეს არ ვიცით რა დროის გარემოებაზე ჩვენ ყურადღებას ვერ გავამახვილებთ. 26-ში თუ 25-ში ან 26-ში მოცილდება ბიზინა ივანიშვილი მმართველობასო და საქართველოსო, ეს რომ ვინმე თქვას, იმ ვინმეს დასცინეთ, იმიტომ რომ გზა როგორც ასეთი დასახული არც არავის არ აქვს. მაგრამ რომ მოსცილდება 100-დან 100%, მათ შორის ბიზინა ივანიშვილის მომხრეებიც დარწმუნებული ვარ, ამას აღიარებენ, ამას იტყვიან, ადრე იქნება თუ გვიან, 1 წელიწადში თუ 1 თვეში, 5 წელიწადში თუ 5 წელში, თუ წელიწადში თუ 50 წელიწადში, 50 ბევრია ცხადია, ხო, რაღაც 7 წელიწადში ბიზინა ივანიშვილი დასრულდება როგორც ასეთი. აპირებს თუ არა, ეხლა რა, ხო, ბოდიში ამაზეც ვიტყვი, აპირებს თუ არა ეს დავიმახსოვროთ და ეხლა ის მიკითხვა, როდის არ ვიცით, როგორ, მხოლოდ მოცემულ ეტაპზე, მხოლოდ პერმანენტული კი არა, განუწყვეტელი პროტესტია გარდაულად აუცილებელი იმისთვის, რომ ბიზინა ივანიშვილის დასრულების და შესაძლებლობის პარალელში მალე დასრულების ჟამი მოახლოვდეს. ამასობაში ქართული საზოგადოება ცხადია იპოვის სხვა არალეტალურ იარაღსაც იმისთვის, ხაზგასმით ვამბობ ამას დინარაზე ბანდიტის გასაგონად, არალეტალურ შესაძლებლობასაც, საშუალებასაც თუნდაც ასე ვიტყვი, რომ ბიზინა ივანიშვილი მოიცილოს. რა არისო თუ მკითხავთ ეს არალეტალური შესაძლებლობა იარაღის
შანსიო თუ შესაძლებლობაო თუ მკითხავთ, მე გეტყვით, რომ არ ვიცი ეს რომ ვიცოდე, ბუნებრივია საზოგადოებას არ დავუმალავ. და კიდევ ერთი ამბავი, ხო, ამას ხო და არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ შედეგი ბუნებრივია, ყველა ვიცით, რომ ბიზნეს ივანიშვილი დასრულდება მალე, გვიან, საშუალოვადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, არ ვიცი რა. იარაღების გამოყენებით დასრულდება, არც ეს არ ვიცით. ერთადერთი იარაღი, რომელიც ჩვენ ხელთ გვიფყრია, ეს არის პროტესტი. და კიდე პროტესტი. ხო, და არის თქმა მინდოდა, აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ რა ჩვენი ამოცანა არის, რომ ისედაც ძალიან დაზიანებულია ქვეყანა, ისედაც ძალიან დაზარალებულია ქვეყანა, ისედაც ჩაჩეხილია ქვეყანა ბევრ პრობლემაში უფსკრულში ერთმანეთთან დაპირისპირებაში, საგარეო ფრონტზე, საშინაო ფრონტზე, ყველა ინსტიტუცია პრაქტიკულად მორღვეულია, ბიზნესთან მოავერანა, მოსრა და მოანგრია ყველაფერი. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ნაკლები დანაკარგით მივიდეთ ბიზნეს ივანიშვილის საბოლოო დამარცხების დღემდე, საათამდე თუ წუთამდე თუ წამამდე. და ეს აუცილებლად მოხდება, ოღონდ ისე რომ ძალიან არა, ამაზე მეტად დაზიანებულები არ ვიყოთ, რომ მე რეგენერაციის შესაძლებლობა კონდეს უფრო და არა ისე როგორც შეიძლება რომ კონდეს, ან ახლა ხო მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა და ან ეხლა რომ გვაქვს ესეც ხო ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ასე შემდეგ. ეხლა კიდევ ერთი ამბავი, თუ ბიზნეს ივანიშვილს აქვე ვეთქვი უფრო ქართული ოცნების მესვეურებს კი არა, მომხრეებს, რიგით მომხრეებს. თუ ბიზნეს ივანიშვილი ამ პროცესსაც გადააგორებს, მაინც დამარცხდება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ თუ ამასაც, ამ ტალღასაც გადააგორებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით გარკვეული როგორც ეს გულისხმობს 3-4 წლიან პერსპექტივას, შებერებული ბიზნესი, რომელიც ახლა 18 თებერვალს ხდება 70 წლისა, 3-4 წელიწადში პენსიაზე საბოლოოდ გავა, ასე აპირებს რომ გააკეთოს და უნდა რომ ეს არაფორმალური მმართველობა გადააბაროს შვილს უტა ივანიშვილს, რომელსაც ქონების ნაწილი უკვე რომელზეც ქონების ნაწილი უკვე გადაფორმებულია და მან უნდა ჩაიბაროს ქართული ოცნება და ის უნდა გახდეს ქართული ოცნების საპატიო, ან თავმჯდომარე, ან თანათავმჯდომარე, შეიძლება ბერაზეც იყოს ლაპარაკი, ეგრე მაგის პასუხია, შეიძლება ცოტნეზეც იყოს ლაპარაკი, შეიძლება ეკა ახვედელიძე ივანიშვილზეც იყოს ლაპარაკი, ისინი უნდა გახდნენ ან თავმჯდომარე, რომელიმე მათგანი ან თავმჯდომარე, ან თანათავმჯდომარე და უკვე ჩრდილოვან მმართველად, ზურგს უკან კულისებიდან მმართველად უნდა მოგვევლინოს ის და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ძირს ბიზნეს ივანიშვილის და აგრეთვე ძირს პირობითად უტა ივანიშვილის დიქტატურა. ამას აპირებს ბიზნეს ივანიშვილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების მომხრეთა მნიშვნელოვანი ნაწილიც ამას გააპროტესტებს ან გულში, ან საჯაროდ. თორსა საჯაროდ რომ გააპროტესტებს, ამაში დარწმუნებული არა ვარ, რამდენადაც ამის იმედი მაქვს. მხოლოდ საკუთარი თავის იმედად კი არა, მხოლოდ ამის იმედად ყოფნა ცხადია არხივს, არ შეიძლება, მაგრამ იმედიც კი ამ იმედობის პირობებში, ხო, რასაკვირველია მნიშვნელოვანი, ან არა გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი ამბავია და ერთი რამეც ვიცოდეთ, ხდება რევოლუციები ჩვენს ქვეყანაში, პირდაპირ მნიშვნელობით რევოლუცია გაიგეთ და რასაკვირველია მშვიდობიანი დააურთეთ წინა სიტყვად, ხდება ჩვენს ქვეყანაში კი არა სამყაროში რევოლუციები, რომლებსაც ერთი ნაპერწკალი, ერთი აფეთქება, ერთი ძალიან ბანალური, თითქოს არაფრის თქმელი მიზეზი სჭირდება. თუ რევოლუციის გზით მიდის ქართული სახელმწიფო, მე მგონი რომ თუ იზოლებული იქნება, რომ ნამდვილი შემდგარი რევოლუციის გზით წავიდეს, ვფიქრობ, რომ ესეთი ნაპერწკალი შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ წუთს თუ ნებისმიერ წამს. ნებისმიერ შემთხვევაში რევოლუციას ვარქმევ მე იმ პროცესს, რომელსაც ახლაც ვარ და რომელიც მომავალშიც განვითარდება, ეს არის რევოლუციური ცვლილებების პროცესი, იმიტომ რომ ამ ცვლილებებმა მართებულად იქნება გაგებული, ბევრი რამ უნდა გაასწოროს მიწასთან, ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით, ანუ უნდა წაშალოს ის მათ შორის ის ვანღრიოს ის საზოგადოებრივი ავტორიტეტები, რომლებიც ფსევდოავტორიტეტები არიან, რომლებიც ფსევდოღირებულებებს გადაგებდნენ და გადაგებენ, რომლებიც ყალბნი არიან და რომლებსაც საკმაოდ დიდი გავლენები აქვს. მე გავბედავ და ვიტყვი და მოვარღვიოს ეს საბჭოთა კაგებეშნიკური ეკლესიაც კი, მრევლის წარმომადგენლები, მე მიწყედენ ნამდვილი ქრისტე, ან ქრისტე უფრო ზუსტი რო ვიყო, უნდა დაბრუნდეს ტაძრებში და მონასტრებში, ქრისტე ტაძრებიდან და მონასტრებიდან განდევნილი ამოცებულ ეტაპზე ეხრახანია და ბიზნეს ივანიშვილისაც არ უთამაშია უკანასკნელი როლი ამ ჩვენი ქრისტეს განდევნაში ტაძრებიდან. მე ამის მომხრე ვარ და მომხრე ვარ იმისა, რომ ქართული ოცნება როგორც პოლიტიკური ჯგუფი არჩევნებში ვერც მონაწილეობდეს
როცა იქნება ეს არჩევნები, ანუ ის არჩევნები უნდა ვაღიაროთ ჩვენ არჩევნებად, როდესაც ქართული ოცნება წინასწარ იქნება დამარცხებული, ანუ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა უფლება მას არ ექნება. რთული გზა, არავინ არ გაბათობს, მაგრამ ამ გზას ვადგავართ ჩვენ და ამ გზაზე გავიმარჯვებთ კიდეც და კიდევ ერთხელ ბიზინა ივანიშვილი არ არის დამოუკიდებელი მართველი, ის გუბერნატორია, მეფის ნაცვალია, თუ გდებავთ ასე ვიტყვი ჩვენს ქვეყანაში, ის არის ეგზარხოსი, მეთქი თუ გდება არა ეგზარხოსი მთლად არ არის, მაგრამ ეგზარხოსები ისედაც გვყავს. მოკლედ, ის არის მართველი, რომელიც მხოლოდ რუსეთის არა საქართველოს დასავლეთის რაღაცა ჭორვილის ან ქეკვეთილის ინტერესს, არამედ რუსეთის ინტერესებიდან გამოდის და მხოლოდ რუსეთს ემსახურება და აქედან გამომდინარე, როდესაც ვინმე ჯერაც კითხულობს, რომ ვინ უფრო უარესია, ბიზინა თუ მიშა, კარგად უნდა გაიგოთ, რომ უარესი კი არ არის საქმე, ის არის ბიზინა არის მტერი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი იყო შესაძლოდ იყო, ეხლაც თვლიდეთ შესაძლოა, თვლი გულახდილად გეტყვით, იყო შეცდომიანი კაცი, ბევრ საკითხში, თუმცა სახელმწიფოსთვის ფუნდამენტური თვალსაზრისით შევარდნაძისი არ იყოს, ხო, მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო როგორც სახელმწიფოს მდგრადობისათვის და სახელმწიფოს შედგენისათვის. ჩვენ გვყავდა 3 პრეზიდენტი, გამსახურდია შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს სახელმწიფოს მდგრადობაში და ჩვენს პატივისცემას ხადია უდასტურებ კიდევ ერთხელ უდასტურებ გიორგი მარგველაშვილსაც ასე მაგალითად. და ოკეი, სალომე ზურაბიშვილსაც უდასტურებ ჩემს პატივისცემას, არა. ანტიბიზინა ვინც არის, ყველას პატივისცემა, მაგრამ ანტიბიზინობა არ კბარა, აქ საჭიროა ჰეროიკული ბრძოლა იმისთვის, რომ ბიზინა რუსი ამ ქვეყნიდან წაეთრეს არჩევნებამდე და მერე უნდა ჩატარდეს არჩევნები. ნახვამდის.